10 წელში AI-ი შეიძლება ადამიანზე იბატონოს. ეს ვარაუდი მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანსა და ტექნოლოგიური თუ კოსმოსური ინდუსტრიის ლიდერს ილონ მასკს ეკუთვნის. გავლენიან გამოცემა ეკონომისტთან საუბრისას მან საკმაოდ დიდი დრო დაუთმო და ყურადღება ხელოვნური ინტელექტის საუბარს და იმ რისკებს, რომლებიც მის განვითარებას ახლავს. თუმცა მისგან დამაიმედებელი განცხადებებიც მოვისმინეთ. მოკლედ, როგორია მასკის ხედვა AI-სა და ადამიანების მომავალ თანაცხოვრებაზე? სლად ერეკლე ფოლადიშვილი საუბრებს ერეკლე საღამომშვიდობის. ბექა საღამომშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. მასკის ეს ბოლო ინტერვიუ მართლაც იქცა მსოფლიოში განხილვის თემად. მან ფაქტობრივად განაახლა თავისი პროგნოზი და გვითქვა ერთგვარი დედლაინიც. ბოლოვადაც, როდესაც ადამიანები ამ პლანეტის მართვის სადავეებთან იქნებიან. თუმცა მილიარდერი სულაც არ მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი, მით უმეტეს მისი ის ფორმა, რომელიც 10 წელიწადში გვექნება, ადამიანზე უარესი მმართველი იქნება. პირიქით, მილიარდერი მოელის, რომ სწორედაც AI-ის გონივრული მმართველობის დამსახურებით კაცობრიობა აქამდე არ ნახულ ეპოქაში გადაინაცვლებს, სადაც ფული მნიშვნელოვანი აღარ იქნება და სადაც ყველა ბედნიერად იცხოვრებს. მოვისმინოთ მის ინტერვიუს ეს მონაკვეთი. უფრო პრაქტიკულ, ყოველდღიურ დონეზე რომ ვთქვათ, როგორი იქნება მალე ცხოვრება? ჩემთვის ყველაზე სავარაუდო სცენარი წარმოდგენილი სიუხვის ეპოქაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მიიღოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ეს შეიძლება აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ უკვე 2026 წელსში ვართ და ვნახავთ, სადამდე მივალთ 2036 წლისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს რისკები, რამაც ეს პროცესი შეიძლება ჩაშალოს, მაგალითად, მასშტაბური გლობალური ბირთვული ომი. თუმცა თუ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყო, ვფიქრობ, უდიდესი სიუხვის ხანისკენ მივდივართ. ასე რომ, მომავლისადმი ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით ვარ განწყობილი. დარწმუნებული ხართ, რომ 10 წელიწადში პროცესებს ადამიანები აღარ გააკონტროლებენ? ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა თუ AI-სა და ადამიანს შორის ინტელექტუალური სხვაობა იმაზე გაცილებით დიდი გახდება, ვიდრე ადამიანსა და შიმპანზეს შორისა, მაშინ მეეჭვება მართვისადავეები შიმპანზეს დარჩეს. ჩვენ ხომ ევოლუციურად შიმპანზეები ვართ. მისი ევოლუციური ვერსია. მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი როგორც ტექნოლოგია, რომ კაცობრიობის თავისი ახლებური მეთოდით მართვას ვერ შეძლებს, ეს ბავშვსაც კი ესმის. საჭიროა რაღაც ფიზიკური, რამაც AI ინდუსტრიას უნდა მისცეს ინსტრუმენტი კონტროლისთვის. ეს კი რა თქმა უნდა რობოტებია. რობოტები, რომელთა განვითარებაც არათუ რიგით მოქალაქეებს თავად ამ ინდუსტრიაში მყოფ ილონ მასკსაც აფრთხობს. თუმცა არა იმდენად, რომ მათზე უარი თქვას და ამის თქმა სურდეს. ეკონომისტთან ინტერვიუში მილიარდერი აცხადებს, რომ პროცესი რობოტების განვითარებისა უკვე დაძრულია და მას ვერაფერი შეაკავებს. ადრე ამბობდით, რომ არსებობს 10-დან 20%-მდე შანსი იმისა, რომ მკვლელმა რობოტებმა კაცობრიობა გაანადგურონ. მაშინ შეშფოთებული ჩანდით, ახლა კი საკმაოდ მშვიდად საუბრობთ. შეგეცვალათ პოზიცია. AI-სა და რობოტებთან დაკავშირებული რისკები კვლავ რეალურია. ეს შანსი ნულის ტოლი არ არის. ჩემი ფილოსოფიური დასკვნა ისაა, რომ მოვლენებს პოზიტიური კუთხით შევხედოთ. ვერ ვხედავ გზას თუ როგორ შეიძლება შევაჩეროთ AI-სა და რობოტების განვითარებით გამოწვეული ეს უზარმაზარი იმპულსი. გაჩერების ღილაკიც რომ არსებობს, სავარაუდოდ არც უნდა დავაჭიროთ, რადგან ყველაზე მოსაოდნელი შედეგი ყველასათვის საყოველთაო კეთილდღეობა იქნება. სწორედ ეგ ვიფიქრე. ასე ჩანს, რომ ეს პროცესი გარდაუვალია და უბრალოდ საუკეთესოს იმედით დინებას უნდა მივყვეთ. დიახ, ამ ეტაპზე ჩემი ფილოსოფია სწორედ ისაა, რომ მივყვეთ ამ პროცესს, რადგან AI-სა და რობოტიკის განვითარება შეუკავებელი პროცესია, მისი შეჩერება რომც მინდოდეს, მაინც ვერ შევძლებდი. განვითარება ვერ შეჩერდება, თუმცა შესაძლებელია ამ პროცესზე და იმ შედეგებზე აქედანვე ზემოქმედება, რაც წლების შემდეგ შეიძლება მივიღოთ. აი ეს არის პათოსი იმ სიტყვებისა, რომელიც მასკისაგან ინტერვიუში გულის ოდნავ მაინც დასამშვიდებლად მოვისმინეთ. მილიარდერმა პირდაპირ განაცხადა, რომ საჭიროა AI-ზე მომუშავე კომპანიებმა ერთმანეთი აკონტროლონ. ერთმანეთს უზიარონ თავიანთი განვითარება და საჭიროების შემთხვევაში საქმის კურსში სახელმწიფოც ჩააყენონ. ეთანხმებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც მოდელების ავტორები ერთმანეთის ნამუშევრებს ამოწმებენ, საეჭვო გარემოებებზე სახელმწიფოს ატყობინებენ და ჩარევაც ამის შემდეგ ხდება, როდის უნდა ამოქმედდეს ეს მექანიზმი. ვფიქრობ, ეს პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ხშირად მესმის, რომ მოდელების სწრაფი განვითარების გამო საჭიროა რამე სახის სისტემა მომდევნო 6 თვეში შეიქმნას. 6 თვე ძალიან დიდი დროა. ტექნოლოგიური პროგრესის შესახებ განცხადებები თითქმის ყოველდღიურად კეთდება. ანუ მიგაჩნიათ, რომ პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს? დიახ,
ვურჩევდი, რომ ყოველკვირეულად ან ორ კვირაში ერთხელ მაინც გქონდეს არაფორმალური კომუნიკაცია, რათა კონკურენტებს მივცეთ წვდომა მოდელზე გამოშვებამდე 1-2 კვირით ადრე. კონკურენტი კომპანიები კარგად მიხვდებიან, შეიცავს თუ არა მოდელი უსაფრთხოების რისკებს და არ მოერიდებიან იმის დაფიქსირებას, რომ მეტოქის პროდუქტის ბაზარზე გამოსვლა უნდა შეყოვდეს. აი ასეთია მასკის შეხედულება კაცობრიობის განვითარების მომდევნო 10 წლეულის მიმართ. ის გადაგვჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები მოვლენების ცუდი სცენარის წარმართვის ალბათობას შეამცირებენ.